როგორ შეიძლება მუდმივად ყოველ დღე დისციპლინირებულად მივყვე მიზნებს. როცა გაფანტულობით იტანჯები, იწყებ საქმეს და თავს ანებებ შუაგზაზე. როგორ შეიძლება გახდე უფრო დისციპლინირებული? ხო, საერთოდ დისციპლინა ეს აუცილებელი პირობაა. არა ზოგადად ნებისმიერ საქმეში მოწესრიგებული ცხოვრებისა და მიზნის მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, არამედ სულის ცხოვრებაშია ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აი იოსებ ატოპედელის ცნობილი ესეთი ის არის ტერმინი პროგრამა. გაწერილიც ქონათ ხოლმე პროგრამა, რომ გამკელიაში რომ პროგრამა და პროგრამა ეს არის შედგენილი, შენ მიერ შედგენილია რაღაცა გრაფიკი, შეიძლება ასე ითქვას. აი რაღაც საქმეს იწყებ, ხო, შენ უნდა დაგეგმო, რომ აი ამისათვის ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, მე ყოველდღიურად ეს უნდა გავაკეთო. და ჯობია, რომ ეს რაღაცა პროგრამა იყოს შენი შესაძლებლობის ზღვარზე ბევრად ნაკლები და აუცილებლად გაკეთდეს ყოველ დღე, ვიდრე შენი შესაძლებლობის ზღვარზე ან მეტი და ერთი-ორჯერ გაიქაჩო და მერე დავარდე და აღარ შეგიძლია. ამიტომ შენ ზომიერად უნდა მიუდგე საკუთარ თავს და გახსოვდეს, რომ დღეში ყოველდღე ცოტა რომ დაუთმო რაღაცას, ის აუცილებლად შედეგს იძლევა. და ეს უნდა განავითარო და სულიერი ცხოვრება როგორც ასეთი. ლოცვითი პრაქტიკა, რომ ესე იგი აუცილებლად მინიმუმს რო აკეთებ ლოცვაში. ევქარისტიული ცხოვრების წესი, რომ აი კვირაში ერთხელ აუცილებელი ზიარება, თქვა აუცილებელი, თქვა დღეში გარკვეული რაოდენობა დრო დაუთმო ტაიმერით ლოცვას მაგალითად, ცოტა კითხვას. ეს სულიერი ცხოვრების ეს ანიბანი, სულიერი პრაქტიკის ეს ანიბანი ზოგადად ადამიანს უფრო დისციპლინირებულს ხდის. საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე მიწიერ საქმეში ვერ მიაღწე ვერაფერს და ვერც სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ ეს რომ რეალიზდეს შენში, უნდა ცოტა დაუსახო, ცოტა და სისტემატიური, ანტიბიოტიკებით რა.